ერთი მაგრად გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო, მე გიორგი სარალიძე ვარ და ჩვენი სტუმარია ირაკლი ჭელიძე. მივყოფებით ქუთაისში, როგორც უკვე მივხვდით. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დამთავრდი. არა, სიმადლობა. ჯაბა ასე რომ გაიზიარო ჩვენთან. სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე ხარ. კი ბატონო. რა ხდება სახელმწიფო ანსამბლში როგორია? მშვიდობა, ვარ ცეკვის ხასიათს. შენი სტილი აქვს გამორჩეული. ხო რა ვიცი, ბოლო დროს რა ასე ამბობენ და ალბათ ასეა. ამბობენ არა ეხლა. სტილი. ხო, ახლა მე ასე არ გამომიწერია იმედან. სიდან იწერე? ტემოდან არ გამომიწერია. რაცა, როგორც ეგოა, რაც ეგოა. ყველა მოგმართავს ჭელოს. მეც ჭელოს დაგიძახებ. ხო შინაურად. უფრო კარგა რა ქვია, მაგას. კომფორტულად ვიგზავნა თავს. შენს ანსამბლზე საკუთარი ბავშვები ყავს? საკუთარი ბავშვები ყავს, კი. მე და ჩემ მეგობარს ანსამბლი ქართული. კი ბატონო. რავი, ქართულზე მედი რა უნდა დაგვერქვა, ხა ქართულად ვინა ვაგეთოთ საქმე და მივყვებით ნელა. აი როგორ ხდება, რომ თან არ გაგექცეს ქართულ სტილზე დარჩე და თან საერთოდ განსხვავებული რაღაცა აკეთო. პრომეტად ახლა სიმართლე რო გითხრა, მე მიმბაძველობა ისედაც ცხოვრებაში ადამიანი თუ რამე კაის გააკეთებს, სიტყვას თუ იტყვის ისედაც კაის რამეს საქმეს თუ დაუნახებ, ამას თუ მიბაძავ, გაიმეორებ, ამაში მე არ უყურებ მე არავითარ იმას პრობლემას, პირიქით კარგს თუ გაიმეორებ და მე კიდევ შეალამაზებ. ასე ცეკვაშიც ასე ვარ. ეს უფროსები ბატონს ფათაჯორი შალვა გოგოაძეს აღნან და ჩემს ოჯახის ევს და უფროს მეგობარს და ძმაგაც. არავინ არ თქვას, რომ ასე სიდან ჩამოფრინდა და რაღაცა გააკეთა. ყველა არის ძველი თაობიდან, ვინც იცეკვა პირველად, არ ვიცი პირველად ვინ იცეკვა ქართულად, მაგრამ
იმან შეხედა იმასე მოყვება და ყველა თავისას მე ამატებს ახლა როგორც შვილი მამას ემსგავსება და თავისი აქვს იმ შვილს მაინც ზუსტად მამისნაირი არა და ეს თავისი აქვს ამ შვილსაც რაღაცა და ცოტა სხვანაირია ისეაც ცეკვაც მე შოთა ჯიშკარიანისგან პატარა მაგრამ შოთას უყურებდი შალვა გოგოაძეს ერთად მომიწია მოღვაწეობა რამოდენიმე წელი და ბედნიერების დრო იყო მაგი რო 100 ადამიანებთან ვიყავ ბადრი ცხოვრება იყო ჩემი ხვიჩათეთვად მაგ ხალხთან ერთად მომიწია ვიდეო კასეტები დავრბოდით ასე და ოღონ არა შენ სახში უყუროთ არა ჩემ სახში კრისტალგები იყო მაშინ და უყურებდით ამ ხაზს და თუ რამე კაის დავინახავდი და მოვუჭერეთი რა არის კონცერტები იყო კონცერტები ხო ერთი რა უნდა მოგწონებოდა მაგ ადამიანების ნაცეკვისგან მაგრამ რაც შეგვეძლო იქიდან ვიმეორებდით როგორც შეგვეძლო ასე ვიზრდებოდით და მე ახლა რო შედიხარ ცოტა აკია მაგას შენ თავს უკვე როცა ეკუთვნი და ასაკიც გემატება და გამოცდილებას იქ მე შენს გეხსნება ის რაღაცები და მე მოდის და თან თავარია ხო რომ არ გადახვიდი არ გაგექცეს არა არ გაგექცება ქართველ კაცს არ გაგექცება და შეიძლება ევროპელს ქართულად რო ის იყოს გაგექცეს და რაღაცა იქით აიძუნა ქართველი თუ ხარ არ გაგექცე ქართულად ეგ რომელი წლებია დაახლოებით? პრისტალგებით რო. აგით, ვიყავით 15-14 და ახლა ვარ 46, რამდენი წლის წინ ყოფილა. მაინც ცეკვა. 46 წელი. არა, ვიცი, არა ასაკი არ არის. ჭიას ვახარ. არა, ჭიის გახარება არ არის იმაში. ყველა მოყურებელი და მეთანხმებული ხარ, რომ ეს უმაღლეს დონის შესრულებაა. ზოგს მოგწონს, ზოგს არა. ყველას მადლობა. ვისაც მოწონს და ვისაც არ მოწონს. გემოვნება, ხო, რა თქმა უნდა. მე ვცდილობ, რომ მაყურებელიც გავახარო და ჩემი ჭიაც გავახარო და რა. კაი, უნდა გკითხო ეს. მოყევი შენი ტრამვის ისტორია. ცეკვანურ სკოლაში როცა იყავი. ცეკვის დროს ხლის ნატეხი მოხდა პატარა და დააზიანა. ამ ოპერაცია გავიკეთე და ამ ოპერაციის მერე აუცილებელი იყო და გავჩერებულიყავი რამოდენიმე თვე გაუნძრევლად. ლოგინში რო შემოდიოდა ექიმიდან მშობლები ვიყავი გაუნძრევლად და რო გავიდნენ წამოხდებოდი ცეკვავთ. ცეკვის მუზა იმდენად იყო ჩემში და ისე მიყვარდა, იქაც ვერ გავჩერდი და ასე გამოიწვია ჩემი თვალის დაზიანება ამ ცეკვამ. პრობლემისთვის რომ დამეჯერო, კარინასაც კარგად დავიჭერდი. მარჯვნივ. ირაკლის აღარ მეტყო და მარჯვენა ფეხს აღარ იბარავ და ცხენის აღარ დამეტაკებოდა. ცხენის ამბავი არის, ხო? აი მაგას მე მოყვე. მაგრამ მე არ მინახავს მე ცხენის ამბავი რომ მოგეყოლოს. იქ ხო, იქ იქ თქვი რომ გავაგზელებო. ვერ მოვუყევით ისე ასე ახლაც კი მაგრამ კამერების წინ ცოტა იუმორისტებსაც უჭირს ახლა იმ ხუმრობის მოყოლა. ჩვენ აღა უფრო ასე რომ დავждები და იქ სხვანაირად ხდება მოყოლა საერთოდ იუმორის გახსენების და ცხენის ისტორია ესე იგი შენ გაინტერესებს ცხენის ისტორია უნდა გავიგო ცხენის ისტორია მე და შოთას ახლა გეცოდინებათ ორივეს მარჯვენა თვალი შოთამ უცებ დაკარგა მხედველობა ცოტა უფრო რთული ტრავმა აქვს და მე ნელ-ნელა გამეპარა შემაჩვია იგივე ფარიკაობის დროს თამაშობ შოთას ეს ვარჯიშის დროს ისა ტრენაჟორი ქართულად რა ქვია მაგას ტრენაჟორი პროჟუნა გაწდა და ეს კაუჭი ჩაესო თვალში და ეგრევე დაუზიანდა თვალი. ხო და ხედველობა ეგრევე გაუქრა და მე ცოტა ზოგადად მე შოთავს ბაზავდი. პატარა ვიყავი ძალიან შოთას ცეკვას რო უყურებ სახელმწიფო სამსჯავროს რომ მივედი რო გადმოხდა მეთქი ამ ხელაზე ხტება ხალხი რა ხტება. მე მომინდა მეც და ბაზავდი ყველა შოთა რო წერდა დავცინოდი იმას ცეკვებში აქ დამაყენებდნენ პატარა ბიჭი 16 წლის მივედი სახელმწიფო სამსჯავროში და დიდები დამაყენებდნენ და მას ცეკვებდნენ აბა შოთას გაცინე და ცინებ და იგენი იცინოდნენ მე მიხაროთ ახალი მისულება ხო და ესე აჯავრებთ ბოდიში ხო გაჯავრება გამოდიოდა მე მეგონა ესე შოთასნაირად ცეკვავდი და მიტომ ცეკვა რა გაჯავრებით რა ვაგავი არა რატო კითხე ეცეწერა ვიკადრებდი ბავშვებთან ვიყავი გასახელში და შენი პაროდია გააკეთეს და ხო და მე ხვდები მე ახლა ბავშვი მე განაკეთები მაგ და ბავშვი ხვდები როგორ აკეთებს
მე გააკეთა იმან, მაიმ. ხო და, ხო და, კაი, მასეულ, კაი ბიჭო. ხო გითხარით, გაიგებს იუმორს თქო. კიდე გაგვიბრაზდება. არა კაცო. ხო და სალვიყავი, ხო და მიბაზე მაგაშიც რა, მე კი არ მიბაზე მოხდა ისე რომ ანსამბლი მხედრული იყო, რა ვიცი, თუ იცით. თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარში როცა მომიწია წასვლა, იქ გავიარე სამხედროში და ეგ რეპეტიციაზე მოხდა ის ნატეხი ხმლის და ერთი ოპერაცია, ორი ოპერაცია, სამი ოპერაცია, ნელ-ნელა გამემე თავიდან ვიყურებული, ნელ-ნელა წავიდა მე და შოთამ თქვა თვითონ მაგაშიც მომბაძეო. ხო და ევრიკაც უჯექით მარშრუტგაში. მარჯვენა მხარე ორივე სახ თუ არ გევიხედეთ 180 გრადუსით ვერ ხვდებით, ხო? თუ არ გახედე იქ. ვსივარ თან ბოლო იმას, ძველი განსაკუთრებით ძველ მარშრუტკებში ბოლო ხო თუ კი იქნება რამოდენიმე ბავშვები არა, ადრე უფრო იყო, მაღალზე იყო წამოწეული. და ესეც გიშლის რა ბოლომდე იმას ფანჯარაში არ ახარდა. კაროჩე რო თქვა ერთი სიტყვით ეს მხარე ვაფშე თუ არ გავიხედეთ არ ჩანს და მივდივართ მაღლაკში შოთა ახალი მისული იყო სუღიშვილებში მაშინ მე აქეთ ვიყავ სახელმწიფოზე რო ჩამევიდოდა შოთა მქონდა შემოვლები მაღლაკი სოფელი ქალაქი და ერთობოდი როგორ შეგვეძლო და პატიჭებულები ვიყავით ჩემს მეგობართან ოჯახის წევრთან ჩამოიყვანა შოთაო და მოდიო ვიქეიფოთო და წავედ მე შოთა და ვიყავთ რამოდენიმე და მე და შოთას მოგვიწია უგანასკნელზე მარშრუტგაში დავიდო მივდივართ ვიჩანჩალოთ მაღლაკში და გავინახთ კაც ვაკეთ იქით შოფერმა ჯერ შოფერი ვერ იყურება წინ იყურება რა აქეთ ხალხი იყურება აქეთ ყველა თვალები რა ხდება რაღაცა უყურეთ ამ ხელს რა ყველა აქეთ რატო იყურება და იქით შოფერმა გააჩერა გადახტა რაღაცა იგი და ხმაზე უნდა გევიხედო და შემოგვივარ და ცხენი ასე თვალი მაშინ ჩვენ ვზივართ სანამ არ შემოვარდა ეს ცხენი აგელა არ დაიზავერ გევიხედე რა შემოყო თავი ფანჯარაში და გამოგვადრია და გინა დაეჯახა თუმა. ო, შემოვარდა, ხო და. ესე იგი, კაჭკიანი ცხენები იციან იმაში, მაღლაკში. მორბოდა იქიდან ვერ დაატორმუზა, იმე ვერ მოწია გადაოჭრა მარშრუტგან და შემოვარდა ბიდაბი. ყველა გარბოდა და ყველა გაქცეული იყო სანამ შემოვარდა. მე და შოთამ ვერ გები, მე შოთა და ცხენი დავჭით მარშრუტგანში. ხო და იყო ცხენი სადაც ხო იყურება, გეთი და ასე ვიყურებდა. ეს რა უნდა რატო არ გეიქცენ? რატო არ გაიქცენ? რო გამოგვეხედა, ხა მარჯვენა თვალში ჩვენს გეიქცევთ. ცეკვავენ ვარსკვლავებზე მითხარი. ცეკვავენ ვარსკვლავებზე კარინასთანაც იგივე მემართებოდა. ამ ხარეზე ასე მაგაზე არის. სტილი აქვს მაგას რატის მცინები, რატის უყარს ასე იქით გაიხედავდა თანამას კიდევ და ასე აკეთებდა ასე და მეც ასე გავაკეთე, მე გევიხედე, იქით სადა კარინა ვეღარ უყურებდი, ხან კიდევდი, ხან ვერ ვიყიდე, ხან წავაქციე, გავანე მე უყურებდი და ისევ ცეკვავდი. ვერ ვქენი. მარცხენა თვალით რაც ვქენი, ვქენი მეტი ვერ ვქენი. არა, უდაოდ ძალიან, მაგრამ უმაღლეს დონეზე ასრულებდი ყველაფერს. არა, შეიძლება უკეთესიც, მაგრამ ნიჩევ მადლობა ღმერთს ყველაფერს. და მთელი ქუთაისი გვერდში გედგა. და არა მაგას ახლა არა ახლაც ვამბობ მაგას, აგერ ეს ბავშვებიც სადაც ვიმყოფებით. რა ვიცი, არავისთვის არაფერი არც დამივალია, არც ისე მოდიოდა აქედან სიყვარული, მე სიყვარულს ვეძახი, ახლა მაგას წვილარად დაგირეკავს ახლა. ისე მოდიოდა აქედან ეს უხვი სიყვარული, ყველაფერი იმის გარეშე. არც ფიქრობდი, რომ ამდენი გვერდში დგომა იქნებოდა, მარტო ქუთაისის დასავლეთ საქართველოს რაცა, რა ვიცი, რეგიონები და უცხო ბევრი რეგავდა, უცხოეთიდანაც და რა ვიცი, მადლობა ყველას, ყველაფრისთვის და ძალიან მაგარია, რომ ამდენი ხალხის სიყვარულით გადაუხადო ყველა. ახლა მაგერ ვარ ყოფილიყო იმან რომ გამცინა ავდგებოდი, გავლახავდი, არა, შევიკავე თავი, დანარეკი აქვს და შევიკავე. ავდგებოდი გავლახა. დანარეკი აქვს და შევიკავე თავი. აუ, კაი. რა ნაფიქრე თუ გაქვს, რომ აი სუხიშვილებში გადასულიყო მაგაჩა გაგრძელებინა იქ. სუხიშვილებში დამწდა ერთი რაც დამწდა გული. შოთიამით რამისინ ნახარო დავლეთ თორჭიკას.
რო რაღაცეები გულის რო გაქვს ხო ამოჟინ ამ სიმთვრალეში ხო ამბობ და ისე უთხარი დაამწყდა გული რომ დიდხანს ვერ ვიცეგვე და ჩემი სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი და ახლაც იქანა იქნებოდიო შეხორცებული იქნებოდი მაგათთან და მაინც მასე ჯობდა არ შეიძლება ოჯახიც ვერ შეგვი ახლა მე ცუდად კი არ ვაბობ მაგას მაგრამ სუღიშუში იქ რო ხარ უნდა იყო იქ თელი სულით გული და მართლა ისე აი ბიჭები ისე არიან შეიძლება მართლა ღმერთმა ამრავლო დააბედნიერო ოჯახებიც ყავთ მაგრამ უფრო მეტად სულ წასული ხარ სულ ამ ხელოვნებაში ხარ თან განსაკუთრებით სუხიშვილი ახლა ჩემთვის საქართველოში ყველა არავის არ შოურაცხობას არ ვაყენებ ყველას თავის გემოვნება და ხასიათი აქვს სუხიშვილი ჩემთვის სუხიშვილია ერთი მაღაზია მწყდება გული რომ დიდხანს არ ვიცეკვე ცოტა იქ რა მომიწია ცოტა ადრე წამოსვლა რატომ მოვიწია თუ არ არის ისევ ამა ასე შოთამ და შალვამ და არეკა რაღაც ეს ახალი დაწყებული იყო მაშინ საზღვარგარეთ ქართული შოუები და დაჭირდათ რა ერთ ავსტრალიაში ვიყავით ავსტრალიაში მოხდა 8 კაცის წასვლა 8 ქართველის და თან ჩემმა დამერეკენ ჩემო ოჯახის წევრებმა თან რაღაც გამოჩნდა იმედი იმის რომ მომავალში რამე დღესაც ახლა რომელ სახლში ვცხოვრობ იმ ავსტრალიის შრომით ამაკ შეძენი და რა ვიცი ახლა გადავწყვიტე რომ აინც ასე გამოვიდა რომ იქაც ცეკვავდი მაგრამ ახლა სუხიშუში ცეკვა სხვა და შოუში ცეკვა კიდე სხვა თუმცა იმერ ადამიანებთან ერთად ცეკვავდი სუხიშვილის მოცეკვავებთან და არანაკლები არა ერთ-ერთ ვინც იყვნენ ცნობილი და წამყვანი სოლისტები იმერ ადამიანებთან ერთად ცეკვავდი და მაგით იყო მაგალითად განაპირობა ვარი არ ვთქვი მაგალითად და წავყვევი ამ თან დაბრუნება უკვე აღარ გამოდიოდა. მე რო ჩამოვედი, მე თქვი დაბრუნდები თქვა, მაგრამ რანა ცოტა არასერიოზული ნაბიჯი იქნებოდა ჩემგან. რო წახვალ უნდა წახვიდე, აღარ უნდა მიდი. ან უნდა იყო, ან არ უნდა იყო. არ უნდა. დაბრუნდი სამაგიეროდ აქეთ მე ჩემმა შოთან ქორეოგრაფი რო ჩამოვიდა, მე გახდა სახელმწიფო ანსამბლის და ივედი მეც და დღემდე იქავა რა, ცეკვავარ. მაგარია. შენი ბავშვები ცეკვა? ბავშვები ანსამბლის? თუ შვილი სახლში ცეკვავს შენ. პატარა ბიჭი სახლში ცეკვავს და გოგოს ქრთამებით დავაწყები ცეკვა რო ყავს რა ვიცი. უყიდეთ რაღაცეები და შევიდა მას პირველ კურსი ახლა. შენთან ცეკვავს? ხო, ჩემთან ცეკვავს. ყველაზე მეტი ქრთამებით რატო? ამინა ცეკვავ არა და ისე გამოდის, მაგრამ აი ესე არ უნდა. ხო გენში აქვს მონაცემა. ხო და ისე არ და არც უფრო მეტად დედამ ჩაატარა ქრთამები, მე არ დამეძალე დედას უნდა რომ ეცეკვ. მეუღლეს. მეუღლეც ცეკვავს. მეუღლე ცეკვავდა და ეხლა სტუდიის დონეზე გაიარა. სადაც მე ვასწავლდი ადრე სტუდიაში 18 სასახლში ის სტუდია აქვს დამთავრებული და არ მახსოვს ოღონდ ცოლად ისე მოვიყვანე არ ვიცოდი იქ თუ ცეკვავ. მოსწავლე არ იყო. YouTube-ზე ქონდა ერთი ესეთი კომენტარი და მოდი შენ დაგისვამ შეკითხვას. თუ შეიძლება ამ თემას რო შეეხოთო, ეს და კომენტარის. სვანურს და ხორუმს, მოცეკვავდეს თუ არა ქალი? ხორუმს ახალ ნაბრძოლები აქვთ, ქალბატონებს, მანდილოსებს როგორ არ აქვს ნაბრძოლები. და მაქიდან გამომდინარე უნდა ცეკვავდნენ. გააჩნია კიდო იმ ხორუმსაც როგორ იცეკვებენ ახლა. ქალურად უნდა იცეკვენ, დაკაცურად უნდა იცეკვენ. სვანური ახლა მაგის სვანების ზოგიერთი ამბობს სვანებმა მაგი რო გაიგოსო არ გაპატიებენ უნდა. რავი, აგერ ჩემ ძმას უფრო ეცოდინება კულტურის უნივერსიტეტიდან. როგორაა მართებული? მე მგონი ცეკვა სვანურში არა ხო? ლამბრობა რო აქვს იქიდან გამომდინარე მე უფრო ეს უხეშუნა როგორ გააკეთე სვანური ნანა ალბათ მას ხო ეს მასალა და ფერხულში მოსულა ფერხულში შეიძლება როცა მიკროფონი არის ჩართული ხო გააჩნია კიდო ემა წრეზე ფერხული რაცა აუცილებელი თამკი ფერხულში დამოკიდებელია განკუა როგორც კი
სვანურის ცეკვას იწევენ, აი თან აი ამ მოძრაობებით და ამით მოდადიან აბსოლუტურად არასწორი. ის აბარ ახლა მაგაში კეთამ ისე არა მაგ ნაცები ოპერაციას ხასურა. ბოლოს ცერზეც დააბერის. არა, კაც ცერზე ის მამაკაცი უნდა განსხვავდეს, როგორც ცხოვრებაში განსხვავდება მამაკაცი ქალისგან, ისე უნდა განსხვავდებოდეს ცეკვაშიც. ხო, მაგას არ მივესალმები, ახლა მამაკაცურად ხალმა არ უნდა იცეკვოს. არა, მე მაგაში მომყვები რომ ხორუმში ახლა ჩვენ ისტორიიდან მომდინარე კი ბატონო. ბრძოლები აქვთ ხალხს. აბა რა. თუ ისტორიას გადმოვცემთ ცეკვაში. ხარაძმა ხერხეულიძის და დროშას ხელი და ხევში გადასცემდა შვილებს. ვარე ბრძოლა იმას მარტო დროშის გადასცემად არ მივიდოდა იქ ხო? ასე რომ საბრძოლო ცეკვაში ხო, ისე საუნდობელია. თუმცა ნუ სვანებს ჩემი აზრია რა ვიცი. ხო, რა თქმა უნდა, ყველა. რამოს იმ მიკროფონში ლაპარაკე რა ვიტყვი. თუ არა შენი ხმა დაიკარგება. ჰა? სო? კარგი, კონცერტები, რაღაცები ამდები. როდის? კონცერტები ქონდა 28 აპრილის, ხო, აპრილის ბოლოს ქონდა და სხვათა შორის ცოტა განსხვავებული პროგრამა მივეცით, სახელმწიფო განსხვავებული განსხვავებული პროგრამა მიცა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რაღაც ეფექტები შეიცვალა და ხალხს აქამდეც მოწოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს უკვე ახალი ნაბიჯებია საჭირო რაღაც და ეს ახალი ნაბიჯები გაკეთდა. მომავალშიც კიდევ უფრო ახალი ნაბიჯები გაკეთდება. ჩემი შოთა და ქალბატონი ზეინავი მაგისთვის დედაქალაქისკენ როდის გეგმობიან, რომ ყველაფერი პროგრესულად იყოს და გამოდის ყველაფერი ღვთისმშობლად. თბილისისკენ ამბობენ, კი, დედაქალაქისკენ ახლო მომავალში იქნება კონცერტი. ჯერ არ არის კონკრეტული თარიღი, მაგრამ იქნება. მედი არ გამოვტოვოთ. აუცილებლად. 26 მაისს აპირებენ კიდევ ბოლომდე არა გადაწყვეტილი, მაგრამ 26 მაისს იქნება ესე მესხიშვილში. აქ ქუთაისში. ქუთაისური შოთას ახლა ქუთაისურად აქვს ნაცხოვრები მამა როგორც იტყვიან ჩვენთან კარენოი ძირძველი ქუთაისელი და გაზრდილი ამ ხალხში ამ ძველ ქუთაისლებში შოთა და სულ ქონდა გონებაში იდეაში ეს ქუთაისური ცხოვრება სიმღერები იდენტობა აი მოუნდა ამგას ყველაფერი გააკეთა და ბოლოში მოუნდა ცოტა რაღაცა სხვა ახალი და ქუთაისური ცეკვაც მოუნდა და ეს სიმღერა უთხრა მუსიკოს ეს სიმღერა ამ სიმღერაზე მინდა რა სა იქ ყველა ქუთაისია ხა ამღერი ხო ქუთაისის თემაზეა ყველა სიმღერა და იქიდან მუსიკები შეიქმნა. მე აგეთ 1-2 ლეთი გააკეთა შოთან რაღაცა ქუთაისურად ეს სტილი ის ნაბიჯებს რო ვაკეთებთ რაღაცა ეს შოთან და მე მოცეკვავე რო სახარ შენც გემატება რაღაც ის და მითხრა მეც შენი იცეკვე რაღაცაო და მოკიდე ქალს ხელი და ვიცეკვე. ხალი ისე მანდილოსანი ახლა ქუთაისში თან სულა ეგ ქუთაისში მანდილოსნის დაფასება, ყვავილის მიცემა, პატივისცემა რაღაცა და ისე მიჯნურობა და რა ვიცი და არა მარტო ქუთაისში, საქართველოში ზოგადად. არა ქუთაისში უყვართ ზედმეტად ახლა. მე ასე ვფიქრობ, ცოტა ზედმეტად რა, ცოტა. აი როგორც მახსოვს ებრაელებიც ყავთ ხო შემოყვანილი ებრაელები შაუმიანის ქუჩა ებრაელებით იყო დაკომპლექტებული მთელი ქუჩა. ეხლა წავიდნენ ერთი არ მახსოვს უბრალოდ კი თქვენ ამისი, მაგრამ რამოდენიმე წელი არიან რაც გადასულები არიან ისრაელში. მაგრამ მთელი შაუმიანის ქუჩა ებრაელებით. შენთვის რომელია ყველაზე კომფორტული ცევა? აი სარგზნობა. ამის მეკითხებოდა ჩემიან რომელი გიყვარს და რო დავფიქრდი რა ვიცი, ახლა ასე სიყვარულით მართლა არ მიყვარს. რასაც ვიცეკვებ, ყველა მიყვარს, ყველა ცევა. აი უნდა იცეკვო იგი.
ხა იქიდან კინტო რო იცეკვე? კინტო ხო, კინტოც აგერ განსხვავებული სტილი მე ზოგადად ახლა შავგულიძე ვისაუბრავს რა ვიცი. მთელი თბილისი იყო მაგ ადამიანს. მე ახლა რაცა ის როგორც პატრიარქი არ ვადარებ, მაგრამ ეს სიყვარული პატრიარქის გასვენ პანაშვიდებზე გამოჩნდა, ხო, რამდენი ხო მთელი საქართველო და რა სავსე იყო და როგორც ვიცი იმაზე შავგულიძეზე გადავსებული იყო თუნდაც მთელი რუსთაველი და ისე მიასვენებდნენ. და სიყვარულის ბრალია ხა მაგი არავინ არ მოვა შენს პანაშვიდზე უცხო ადამიანი თუ არ უყვარხარ. ხო და აი კაც ასე რო უყვარდა თან ასე გლეხურად ქართულად ცეკვავდა რაღაცა მოგვინდა ჩვენს ამ კაცის გაგრძელება. შავგულიძის კინტაური ძალიან მომწონს, შავგულიძის სოფელო ძალიან მომწონს და იქიდან რაღაცეები ამ კინტაურში შავგულიძის მერე ფრიდონეს ულავერიძე კიდო ჩვენი რა ვიცი კალბრადოს რო ხარაჩოვთ. კინტაური კიდო ამ ხელა დონეზე აქვს ნაცები და ამ ხალხს რო ჩალვა გოგოაძეცაც ვაყენებ მაგ ის როგორც ასე ამნაირ მოცეკვავეს, ხო ასეთ მოცეკვავეს და რო უყურებ ასეთ ადამიანებს, რო გეტყვიან კინტაური იცეკვო, ახლა იმნაირად თუ ვერ იცეკვე რაღაცა დაგვარად უნდა იცეკვო და რა ვიცი მაგათ იმაზე ბაზაზე რაც შემეძლო ვიცეკვე, ხო და არ მწვენი ამის მე თუ ვინმე რამეს კაის ძველს დავინახავ, იქიდან ყველაფერს კაი ვიცი მინდა რომ რაღაცნაირად გამოვიღო და მე ცოტა ჩემებონოთ კი. პირიქით ისიც გამიხარდება მე ვიღაც აგერ ბავშვი აგერ უგამცინა ახლა ამ გადმოგებულს კიდო ჩემნაირად რო დაინახავს და ისევ რო გააგრძელებს და ძველებურად და ქართულად იცეკვებს ამაში დასაზრახი არაფერი არა. ოტიკო იძახდა რომ ჭელოს ნაირად რო იცეკვო, მაშინ ჭელო უნდა იყო. ისე არ გამოგივა. მასე ახლა ოტიკოს რო ცეკვავს, ოტიკოსნაირად მეც ვერ ვიცეკვებ. ახლა ოტიკოს თავისებურად ყველა რავი მასე რა, ყველა თავის სტილზე ცეკვავს. მე რაღაც მგონია რომ შენი ხაზი, შენი სტილი მაინც დაინერგება. აი არა ხო შეიძლება ალბათ ხო რა ვიცი. ნუ მინიმუმ შენი აი თუ ცუდი არ ვიცი, აი საბოლოო ბოლოში გამოჩნდება რა. შედეგებს ნახავთ. აი ხა რასაც გეკითხება, იცი რა გეკითხება ხა. ტეხილი ტოპ მოცეკვავე პირობითად. სხვა ანსამბლის ტოპ მოცეკვავე გაიმეორებს მსგავსად მაინც და ანუ ის განსხვავებას შეიძლება დიდად ვერ ნახო აი. გინახავს ადამიანი, ვისაც შენსავით უცეკვია, შენი ნაცეკვია, ბევრს უცეკვია. ახლა მაინც არ იცოდეს მაგას არა უჩა. იმიტომ რომ სანამ არსებობ მეტად იწმას გვაცოცხლოს ხო და სამი ჩემი აზრით მე ახლა ვიღაცა რაღაცას გაიმეორებს და ახლა ყველა თავისას ცეკვავს. ცოტობით აიღებს, ნახე ცოტა დოზით აიღებს, მე ბოლოს ცაცხურა შეხეთ ბოდიში, ცაცხურა რატო ცეკვავს, ახლა ის ცაცხურასთან ვიცმევი და აცეკვა ცაცხურულად. ან თავის დროზე. ასე რომ ახლა გარედან დაინახოს ვინმეს და მე ცაცხურული ცეკვავს, მე არ ვიცნობ, ახლა ვინც ცეკვავს, ერთი ბიჭი ჩვენთანაცაა, იქაც თბილისშიც იყო, საცეკვავდი ცაცხურასთან. იქიდან რო გამოდის ცაცხურას ასავლიდან რო გამოვიდა ეს ადამიანი, უკვე ცაცხურულად ცეკვავს და მითო შენ ბავშვებს შენ სტილზე არ ცეკვავს. ახლა რასაც აიტანენ და შეუძლიათ ნასწავლი მაგ ახლა ასე პოპულარულები არ ვარ, მაგრამ აჭარულს და იმას თუ ნახავთ აჭარული მაქვს გაკეთებული. ხო, რა, მიახლოებით მიხვდები რომ ისია. და ხო გაიზრდებიან, მაგრამ ახლა ვისაც უნდა გააგრძელოს მასიც, ვინც არა და შეიცვლის, ხო და ამას ვამბობ. ასე დროის ფაქტორია მან. ასე უცებ არ გამოჩნდება მაგ ჩემი აზრით. მერე ვიღაცა ვინც ცოტა ისეთი მაქიდან გაიზრდება, რომ ასე შეყვარებული და მე ის კიდო თავისებურად იზამს და მაგი ალბათ რო გზელდება, გადაეცემა თაობიდან თაობას. აი რამე. ასე გავიზარდე მეც. სახალისო მხიარული ისტორიის გარეშე ვერ გაგიშვება. აი ხო მოყვებით ცხენი სახალისო. ცხენი ხო, ეს კარა, ცხენი ვალი გქონდა ხალხის. კიდო ბრუცი მასზე მოყვებით ბრუციანობას. მე და შოთია შევედით იმაში რა ქვია. ავსტრალიაში ვჩევით შეგვამოწმენ. ასე არა აქ ანსამბლში იცეკვე და მოდი. მარტო ცეკვას რო ამოწმებენ და მიღებული ხარ არა იქ რო ჩავედით. ჯანმრთელობის ცნობა რო შედგენილიყო ყველანაირად შეგვამოწმენ. ფეხი შილიდან თხის ღერამზე დამთავრებული და მოუწია თვალებს შემოწმება. თუ იხედებთ კარგად. შევიდა ჯერ შოთია და დაუწყა იქიდან შორიდან ხვანახებს
პატარა ა დიდია ლათინური ა და არეუნება თან ვერ უყურებ თვალში არა ეფარე ვაკეთ მარცხინაზე დეიდო და მარცხინადი შეხედა რაცეთ ყველაზე მილიმეტრში რაც იყო იმასაც შეხედა ახლა მეორეზე და იხედა ეფარა მეორეზე და აბა ახლა აქ შეხედეო ვერ უყურებ აბა ახლა ვერ უყურებ აყვა ამ ხელახსო მოუდანა და ბოლოში გევიხედეო მინდა გვერდით ოთახიდან რაღაცა დიდას მოახოხებენ მასე ერთს მაგას უყურებ და აბა რა გინდა მაგია ეფის კოში რო დავიდგა ახლა მაგასაც ვერ შევხედავ მაგის მერე შევედი მე და შემოტანილი ხონდათ ია უკვე და მასე დიდია მე დაქტოვეს მაინც კი გას თქვენი ცეგვეთ ხო და მაგას მოყვა მე ახლა იქ ექიმა გაიგო მაგრამ თვითონ მან რა ქვია სტაფმა და იმან არ იცოდა მაინც თვალში რო ვერ უყურებ სადაც ცეგვავდით მოცეკვავე მან და იმან ექიმთან გააპარეთ ქორეოგრაფი იყო იქიდან ჰოლივუდიდან ყავდა ჩამოყვანილი რა და სერიოზული იყო სადაც ვიყავით ჩვენ ისე ავსტრალიაში შოუ დადგმა სოლო ჰოლივუდიდან მოწვეული ვარსკვლავები ისენი ფოკუსნიკები და რა ქვია მაგის ხო და რა ხო მაგანის იყო მაგაში ხო მონაწილე იმაში ინდურ კინოში გქონდა ქართულად ნაცებში ხო და ერთი თვით აი ადგილზე ვიყავით და რა ფილმია გინდური გახსოვს არიან მას ის ფაბდედი მონაწილეობს და ჩვენ ფაბდედი მღერის და მე ჩვენ ვცეკვავ ხო რა ხავთ ამ მოიცა იყავი წვეულებაზე კი ვიყავ ფაბდედი წვეულებაზე იყავი ფაბდედი არ იყო ჩამოსული მაგრამ იქ გააკეთენ წო ავსტრალიაში და იო არც მახსოვს შეიძლება არ ვაქცევ ჩვენ ხო ის ფაბდებს და ყურადღება რომ დაკრავს სულ არ გაინტერესებს ფაბდედი შეიძლება იყო ხო და დაგვაჩადა მე და შოთას მოგვიდი ესე იგი იყო თურქული ბაზა სტამბულის ბაზარი ას შოუში იყო რომ ზოგს ჩაგვაცვენენ ეგ თათრული ხალათები და ეგ და ვითომ ყიდიდით რა ზოგი ყიდი და რაღაცა ზოგი ფოკუს აგეთებდა ვითომ რაღაც მოგვიწიას ესე იგი ჩვენ ნომერს რო ვცეგვავდით მე აქ რაღაცეებში დაგდომა გვიწევდა სპექტაკლში ხო დადგომა გვიწევდა და დასაწყისში იყო ეს და მე და შოთას მოგვადგა პირდაპირ ქორეოგრაფი და აგერო იგი ასე ჯოხებზე რო თეფშეს სატრიალებიდან სროლო ეს თქვენ დაიკოთ თქვენ ნორმალურად და ასე გაცვალეთ ერთმანეთს ესროლეთ. ხო და ზოგადად მე ასე მაქვს ახ მაგალითად სალთვალში ვისაც აგერია შოთა და ის დაჭერის ეფექტი შოთან უფრო ვიჭერ მე რომ მე მაგალითად თუ არ მოვინა თუ არ დავხუჭი ას თვალი ისე მიჭირს დაჭერა და იქ შორი დაროცა მესროლები. და კაი გასო რა პრობლემა არა ჩვენ არ ვივარჯიშია მაგრამ ვარჯიში უნდა ხა იმას დაიწყო პირველ რეპეტიცია და გენერალ რეპეტიცია იგი რეპეტიციები და გამოუშვა შოთია საწევი და უყურებ ავაცდენ ხელზე დავარდება ევიღებ ძირიდან დავატრიალებ ვესვრი იგი სადა უყურებ აცილებს ხელებს დავარდება და დაგვიბარე ბოლოს კი რო ხდება ხა ამის რა ქვია შეფასება როგორ გამოვიდა რა შალვას ეუნებიან შალვა უფროსი იყო ხა იქ ქორეოგრაფი იყო ამ 8 კაცის ახლა და შალვას ეუნება ის როგორ სახიობურად ასრულებნო თითქოს უვარდებათო და როგორ იღებენ ამ თეფშო კაცო და შალვა ამოისუნთქა თავიდან ნერვიულობდა ეგენ თვალში ვერანვერ იყურება და აი თეფზე იჯერებოდა და წავლებს და წნევა უწევდა აგენი არის დამჭერა არ შევწყვეთ აქანა ნიმა რო უთხრა როგორ სახიობურად ასრულებენ ამეისუნთქა შალვა ვიჯო ისროლეთ რა ფერას გინდა და ფლოვლობდი თელი 2 წელი და შოთია სადაც გავისწორდებოდა სახიობურად გამოგდიოდა თქვენ. ჩვენ გამოვიდოდა სახიობურად. მეტი რა გამოყვია. არა. სახელმწიფო ანსამბლში სხვა როლიც აქვს. რეპეტიციის ხო რეპეტიტორის. რეპეტიტორი ხო იქ სახელმწიფო ანსამბლში რო ჩამოვედი ცეკვავე ვარსკვლავიდან გამაფორენ ქორეოგრაფ რეპეტიტორად. დამსახურება მიიღე. დამსახურება ხო ახლა მადლობა ყურადღებისთვის ხო მაგრამ უბრალოდ რო ვიყო ამ სამასაბთან ერთად თუ რაღაც შოთა იქ და მაგრამ მეც რაღაცას ვერჩი უდგავა როგორც შემიძლია შოთას. მე ეგ იქნება მიცემ მაშინ მასტერ-კლასზე რო იყო იმერულის შოთიკო ჩამოსული. ჭელოც გვინდოდა რა შოთიკოს გზად დავაწიეთ ეგრევე ზარი რომ იქნებ ჭელოც. აპაპაპო ან მე ან ჭელო რეპეტიცია ვიღაცა ხომ უნდა დავტოვოთ პრესტეჟში და ჩამოყარე ყურები მეთქი კაი რა გინდა უთხრა. ვერ ეთქვა. ესე იგი რა შეიძლება იყოს ქართული შეცეკო და უცებ ქუსლებზე ტანგო აცი
არა, ეს ავსტრალიაში გამოვლილი მაგი ჩვენ ცეკვავს იქ ვიწევდა რაღაცების ცეკვა ესპანურებისთან ეს. არა, ეგ ქართულად ცეკვავს და ხა ჩვენს წინ. ამინ გვიმოწვევდა და ახლა გოჩამ როდე იყო ასე ქენიო ვინ გაბადია. იმის გარდა. არა, ხო, მაგრამ მაინც ბევრად მარტივად მოირგა. არა, მოცეკვავისთვის კი კომედად ხო. შოუს გარეთ თუ შეუფასები ხარ გოჩას მაგალითად, ესე შინაურულად. უფრო თავის გემოზე არა შებოჭილად. გოჩა შეფასებით არა, ახლა შოუს გარეთ შევხვდით ისედაც მოსული იყო და ჩაულებრივი ადამიანები არიან კაცო. გეხუტებიან, გეფერებიან და იგი ჩაულებრივი ადამიანები. არა, იქ რო ახლა ბევრი კომენტარშიც და ემაჟა, მაგ გაუბედა და არა, შოუ აი ხან ისე იტყვის, ხან ასე იტყვის. მაგიტომ ამ ჩაულებრივი ახლა ისე მამგაგები ვთქვი, რომ ჩაულებრივი რაღაც დაძაბულობა არ ქონდა ერთმანეთში, რაც ჩაულებრივად ხდებოდა ერთმანეთში. ქართული სტური რო იყო, კინტაურის დროს წინი ხრებოდიოს რაღაცა. არა, მაგი არა, კინტაურზე არ იყო მაგი ვაფშე და იგივე არ ვიყავ მომეწონა ძანო და არ ვიყავი ძალიან სამწუხარეო და იმა თავის ცეკვებზე ამბობდა, მაგი შენიშნებს ქართულზე არც მომს. ქუთაისურზე თქვა, უბრალოდ ვერ გევიგე რა ცეკვა არც მაგ ნახიო და დამცინო და პროსტა ასე კოსტუმ შვებოდა. ჩემო კარგო ადამიანო, ჩემო ჭელო, ეს 3D სტუდიასგან სიმბოლური საჩუქარი. მე რო არ წამომიღე არაფერი. ჩვენ ყველა სტუმარს. ოთიაც გეტყვით, ქუთაისში ასე გეტყვია. არის შეიძლება მარტო ერთმა მიცეს საჩუქარი. არა, უშავს კაცო, ხა ჩვენ. ამის მერე რა შვებთ, რა საპირე. რაზე? ჩაწერის მე. ჩაწერის ვერ გადავინაცვლოთ ჩემი. რაღაცა შევჭამოთ ორი ლუკ. არა, ჩაწერის მე. გამორთოთ კამერები მორჩი. აი, მადლობა 3D სტუდიას აუცილებლად. მადლობა ჩაქურას გვერდში დგომისთვის და მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ. ახან აქამდე გვიყურეთ, გამოიწერეთ ახლა მიალაიქეთ რაღაცეები. მადლობა პირველ რიგში შენ რომ პირიქით მადლობა ყურადღებისთვის. ჯაბა ასე. რომ მომისმინეთ ჩემი ბორიალი.